სპორტის ახალი ამბები. კახა გელაშვილთან ერთად რადიო იმედის ეთერში. გუშინ 19 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის სამ ჯგუფში დასრულდა მატჩები. ჯგუფებში პირველი ადგილები დაიკავეს ჰოლანდიამ, ესპანეთმა და საფრანგეთმა. ჰოლანდიამ ჯგუფის ბოლო ტურში 1-0 დაამარცხა პრინციპული მეტოქე გერმანია და 6 ქულა დააგროვა. 6 ქულა დააგროვა ასევე ნორვეგიის 19 წლამდეთან ნაკრებმაც, რომელმაც კვიპროსლია 3-0. ჰოლანდია ნორვეგიას შორის კი უპირატესობა ჰოლანდიელებს მიანიჭათ, რადგან მათ ურთიერთშეხვედრაში მოგებული ჰქონდათ სკანდინავიელებთან. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელებმა ოქროს გოლი 91 წუთზე გაიტანეს გერმანელთა კარში. ტომ ჰაიეს გატანილმა გოლმა 8 საუკეთესო შორის გაიყვანა ჰოლანდია. მძიმე ბრძოლაში გავიდა ესპანეთის ნაკრები, რომელსაც ფრეც აძლევდა ხელს ხორვატებთან ბოლო ტურში. საბოლოოდ 1-1 ითამაშა. ესპანელები აგებდნენ ამ შეხვედრას. 77 წუთზე შეძლეს მათ ანგარიშის გათანაბრება. რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრებს, ფრანგებს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს ავსტრიასთან და იმარჯვეს 1-0. არადაფრეზე ავსტრია გადიოდა ერთ ჯგუფში დარჩა გამოსავლენი გამარჯვებული. შვეიცარია ლიდერობს ამ ჯგუფს 4 ქულით, სერბეთს 3 ქულა აქვს. მეორე ადგილზეა ამ ჯგუფის მასპინძელი გუნდი, ირლანდიის ნაკრები 2 ქულით მესამე ადგილზე, აუთსაიდერია სლოვაკეთი 1 ქულით. სერბეთი ირლანდიას ხვდება, შვეიცარია კი სლოვაკეთს. ამ ჯგუფის მატჩები სერბეთში იმართება და დღეს მოგვიანებით გამოვლინდება ამ ჯგუფის გამარჯვებული. მოკლედ 7 გუნდია გასული 19 წლამდეთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ეს გუნდები არიან ლიტვა, ტურნირის მასპინძელი, საქართველო, თურქეთი, პორტუგალია, ჰოლანდია, ესპანეთი და საფრანგეთი. მერვეს კი როგორც უკვე გავუწყეთ დღეს შევიტყობთ. ფინალური ეტაპი 20 ივლისიდან 1 აგვისტოს შეძლით ლიტვაში გაიმართება, 14-ში კი 14 ივნისს ჯგუფების წილის რა გახლავთ დაგეგმილი. მანუჩარ მარკოიშვილის საკალათბურთო კლუბმა გალათასარაიმ თურქეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში გუშინ მესამე მატჩიც მოუგო ბანვიც გასვლაზე 72-71 და ოქროს მედლებამდე ერთი გამარჯვება გააშორებს. ქართველმა კალათბურთელმა წარმატებაში, თავისი გუნდის ამ წარმატებაში ტრადიციულად დიდი წვლილი შეიტანა. მანუჩარი სტამბოლელთა სასტარტო ხუთეულში იყო და სტუმართაგან მოედანზე ყველაზე მეტი დრო 31 წუთი და 5 წამი დახო. ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 10 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა პირად აქტივში. აღსანიშნავია, რომ დროის საკმაოდ სოლიდურ მონაკვეთში ქართველ მცველს არც ერთი შეცდომა არ დაუშვია და პერსონალური შენიშვნას კი არ მიუღია. მარკოიშვილის გარდა გალათასარაის რიგებში კარლოს აროიო და ენდერ არსლანი გამოვირჩნენ. აროიომ 15 ქულა მიითვალა, არსლანის ანგარიშზე 10 ქულა, ამ უკანასკნელმა 5 წამით ადრე, როდესაც გალათასარაი 2 ქულას აგებდა 3 ქულიანი ჩააგდო. ხვალ გალათასარაის სტუმრად კიდევ ერთხელ ითამაშებს და გამარჯვების შემთხვევაში თურქეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფინალური სერია ისევ სტამბოლში გადაინაცვლებს. გალათასარაისგან განსხვავებით ფინალურ სერიაში წარუმატებლად ასპარეზობს ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი წევრი, გიორგი შერმადინის პიროსის ოლიმპიაკოსი, რომელიც საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში 0-2 აგებს პრინციპულ მეტოქესთან, ათენის პანათინაიკოსთან. საბერძნეთის საჩემპიონო სერია 3 მოგებამდე გრძელდება. მესამე მატჩი აქაც ხვალ გაიმართება. ოლიმპიაკოსი საკუთარ არენაზე ითამაშებს. რაც შეეხება ვიქტორ სანიკიძის სიენას მონტეპასკის, რომელიც იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში რომის ვირტუსს უპირისპირდება. 4 მოგებამდე გასამართი სერია დღეს იწყება. მოედნის უპირატესობა რომაელთა მხარესაა. შესაბამისად პირველი მატჩი რომში დღეს რომში გამართავენ გუნდები. საბოლოოს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ხვალ ფინალური სერიის მესამე მატჩი გაიმართება. სან ანტონიო მაიამი ჰიტი საჩემპიონო სერიის 3 შეხვედრას ხვალიდან სან ანტონიო უმასპინძლებს. შეგახსნებთ მაიამიში გამართული პირველი 2 მატჩის შემდეგ ანგარიშის სერიისა თანაბარია 1-1.